ადამიანები უნდა იყვნენ ბედნიერები. ჩვენი ძალა არის სწორედ ის ძალა, რომელიც უნდა უზრუნველყოს სწრაფი განვითარება საქართველოში, რომლისთვისაც უკვე ძალიან მყარი საფუძველია ჩახრილი. ჩვენ წიამაყებთ ლევან გობიაშვილის. წარმოგიდგენთ და ვთხოვოთ, რომ გითხრას ორივე სიტყვა. და სულ ყოველთვის მიამაყებოდა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უფრო მეტი პასუხისგებლობა მექნება ენელი პარლამენტში. მე ამის დარწმუნებული ვარ და მჯერავს თქვენი მხარდაჭერის, თუნდაც დღევანდელი დღიდან გამომდინარე ხალხს და ასე გავაკეთებ და ასე ვიცხოვრებ მომავალში. მე დარწმუნებული ვარ წარმატების. პირველ რიგში ანუ შეხვედრას როგორც ხედავთ, ანუ არ არის ისეთი ყოველდღიური როგორც აქამდე მქონდა და რომელიც მომავალშიც მექნება, უფრო მასშტაბურია და ამისთვის ბუნებრივია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რამდენი ადამიანი მოვიდა აქ. მახარებს ეს ყველაფერი, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ანუ შეხედვრებით ჩვენ მე პირადად ანუ ყოველდღურად გვაქვს, ხვდებით მოსახლეობას, ანუ გვაქვს მათთან საუბარი, დიალოგი და ეს გაგრძელდება როგორც არჩევნებამდე და ასევე დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბრის შემდეგაც. მოდით ასე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, კარიერა ვიყავი სპორტსმენი, ანუ სულ ყოველთვის ვცდილობ, რომ ის მაქსიმუმი გავაკეთო, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ მქონდეს იმის განცდა და იმედი, რომ წარმატებას მივახცევ. ეს არის ჩემი ამოცანაც ამ შემთხვევაში. ვცდილობ მაქსიმალურად ჩართული ვარ, ხვდებით მოსახლეობას და დანარჩენი ნახოთ 8 ოქტომბერს რა შედეგი იქნება. მადლობა მინდა მოუხადო მართულ პარტიას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე როგორც გდანის მკვიდრი მაცხოვრებელი ძალიან კარგად ვიცნობ გდანის მოსახლეობის პრობლემებს, მათ მოთხოვნებს და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე როგორც ხელმოქმედი ყოველთვის შეძლების დაგვარად ვცდილობდი დახმარება გამეწია მათთვის. დანელების მხარდაჭერით ჩემი როგორც საკრებულოს წევრის უფლებები გაიზრდება და მე გულია გოცირიძე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე ჩვენმა შვილებმა თანამედროვე ბაღებსა და სკოლებში იარონ უფრო ლამაზი სკვერები და კეთილმოწყობილი სკვერები გქონდეს. ჩვენ 8 ოქტომბერს ავცილებლად გავიმარჯვებთ ერთად.